მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, მივესალმები ჩვენ YouTube არხის მაყურებელს. დღეს ინტერვიუ გვაქვს იურიდიული კომპანია GB Group-ის დამფუძნებელთან ბატონ გელა ბარკალაიასთან. მოგესალმებით ბატონო გელა. რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება დაგეფუძნებინათ იურიდიული სამსახური? რა იყო მთავარი მიზანი და მიზეზი? ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც აი ამ პასუხს ელოდება და მე მინდა დღეს რეალურად გავცე აი ამ კითხვას პასუხი. თუ რატო დავაფუძნეთ ჩვენ იურიდიული სამსახური? იცით დღეს ძალიან ბევრია საქართველოში იურისტებიც, ადვოკატებიც, მაგრამ უფრო მეტი არის უკმაყოფილო თვითონ მოსახლეობა, ადამიანები, რომელიც მე ჩემი თვალით ვნახე. მე რამდენიც დამჭირდა გელა ბარკალაიას ადვოკატი, თქვათ, ხო? ვერ ვნახე ადვოკატი, აი ძალიან იშვიათია, რომ ადვოკატი მონახო ისეთი, რომელიც დაგინდობს. და ეს არის ძალიან რაღაცა ცოტა რაოდენობა საქართველოში. აქედან გამომდინარე ვიფიქრე, რომ ახალ გუნდს შევქმნი, ახალგაზრდების გუნდს შევქმნი და მოდი ვისაც დაჭირდება აი რეალური იურისტი და ადვოკატი, მოდი კაცურად მოვიდეს, დაეხმარებიან, ქემაინც არ მოატყუებენ და სიმართლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ, ხო? ჩვენს გუნდს რა ქვია? სიმართლის დრო, ხო? სიმართლე უნდა მოაპოვებიონ ადამიანს. უყურეთ როგორ არის ადვოკატები ახლა, რაც არ უნდა გასაოცარი იყოს და საწყენი იყოს, ვერ გაიგებ, ჩემი დაქირავებული ადვოკატი ზოგჯერ იმის ადვოკატი ხდება. ეს არის ძალიან ეს არის საწყენი რა. აქედან გამომდინარე ვიფიქრე, რომ ეს გამიკეთებია, გავაკეთე. აი თქვენ ხედავთ, იმ დონის შენობა გავაკეთეთ, რომ ესეთი ოფისი ახლა ჯერ დავიწყოთ ოფისიდან. ოფისი გვაქვს ისეთი, რომ თბილისში არც ერთი იურიდიულ კომპანიას არ აყავს. თქვენ გალბატონო, თქვენი თვალით ნახეთ, ყველანაირად ევრო 5-ზე აღჭურვილი, თუ რამე საჭირო არის. კი ბატონო. ამის შემდეგ თავარი კიდევ არის ავტომობილები. ავტომობილები არის ყველა ელექტრო და საუკეთესო, ყველას მოემსახურება და ამის შემდეგ არის გუნდი. გუნდი, რომელიც არიან ახალგაზრდები და აგერ ქალბატონი, ახალგაზრდა ქალბატონი არის, იურისტი არის, იურისტების ოჯახიდან არის და ამ სამსახურს კარგად გაუძღვება. როგორ არის იცით? მე მთელი საქართველო მიცნობს ისია თუ ასეა. ყველა მიცის, რომ მე ადამიანს არ მოვატყუებ. არც ჩემ თანამშრომელს მოვატყუებიებ. აი ამ სკამზე ერთდროს ერთი ადამიანი იჯდა და ერთი თვის მეტი ვერ გაძლო. რატომ? იმიტომ რომ ტყუილს არავის არ ვაპატიებ. ადამიანი, რომელიც მოდის და ჭირდება მას დაცვა და ის გიხდის ფულს, ის ადამიანი არ უნდა მოატყუო. ვინც არ უნდა იყოს. 10 იყოს შესაძლებელი, 10 შევცვლი, თუ მეტი იქნება კიდევ მეტ შევცვლი. მაგრამ ეს ჩვენ აწი არ მოგვიწევს, იმიტომ რომ ის ადამიანი, რომელიც ჩვენ აქედან გავუშვით, ის არ ყოფილა იურისტი და ჩვენ ზუსტად ის ადამიანი მოვნახეთ, რომელიც არის იურისტი და იცის ეს საქმე ძალიან კარგად. რაც შეეხება წითელ ხალიჩაზე გავლა, მარტო წითელ ხალიჩაზე ერთი რა გამარონია და რეიტინგი მინდა. ერთ დღეში მოიპოვა რეიტინგი, აქამდე რომ მოვიდა. ახლა დღეს ვამბობ, ხო? როგორც მოვიდა წითელი ხალიჩით, ისევე გავუშვით წითელი ხალიჩით უკან, ხო? ეს უარესი არ არის, ვიდრე არ მოატყუო, იმუშავე, გუნდი შექმენი, ბიუჯეტში ფული შეიტანე და მომხმარებელი ყავდეს კმაყოფილი. მე მეტი არაფერი არ მინდა. ვინმე არ იფიქროს, რომ გელა ბარკალაიამ ეს იმიტომ შექმნა, რომ არა, გელა ბარკალაიამ ეს ხალხისთვის შექმნა. ჩემთვის შექმენი, მეც მჭირდება. ბევრი რამე მაქვს მეც დასამტკიცებელი, ხო და ვერ ვამტკიცებ, ხო? ამიტომ ეს ახალგაზრდები ყველა ჩემ საქმესაც გაივლიან, ვისაც დავჭირდებით, იმ საქმესაც გაივლიან და დარწმუნებული ვარ, რომ იქნებიან კმაყოფილები. რა თქმა უნდა.
მოკლედ თქვენ მაინც მე აღნიშნავდი იმას, რომ საქართველოში ხართ ნომერ პირველი ადამიანი, იმიტომ რომ სრულიად საქართველო და არა მარტო საქართველო, ქვეყანა გიცნობთ, გაქებთ, აკეთებთ უამრავ სიკეთეს და უყვარ ხართ ძალიან ბევრ ადამიანს. როგორ შეიძლება ჩემი აგერ მე ვთხოვე ხალბატონს, ახალგაზრდა ხალბატონია, ყველანაირად ხელს უწყობ, მაგრამ პირველი დღიდან ეტყობა როგორ მუშაობს, ხო? არ არსებობს. აი უყურეთ როგორ არის. დღეს მოვიდა 5-6 ერთ დღეში. 5-6 მომხმარებელი, ხო? 5-ვეს, 6-ვეს დაელაპარაკა. 6-ვე დააჯინა, 6-ვეს აუხსნა. ჩვენ არ ვართ ახლა ყველაფრის შემძლე. ჩვენ რაც შესაძლებელია, იმას გააკეთებენ. მე არ ვარ იურისტი, ხალბატონია იურისტი, გუნდი ყავს ახალგაზრდების იურისტების და თუ ვინმეს დაჭირდა დაუშვათ სიმართლე და დაცვა, ერთ ადვოკატს კი არ გაუშვებს, 5-ს გაუშვებს, 10-ს გაუშვებს და ყველაფერს ესწებიან მაქსიმუმ დაიცვან. ხო, უყურე როგორ არის. პირველი შენობა, მეორე ავტომობილი, მესამე ვიზუალი ჩაცმა და მთავარი შენი განათლება, ხო? 4-ვე ამ გუნდს აქვს და ძალიან კარგი ხალბატონი ხელმძღვანელობს ამას. ხედავთ როგორი მონდომებულები არიან და როგორ წინ მიიწევენ. თქვენ ხო ხედავდით დღეს ახალგაზრდებს როგორ უხსნიდა. აქ სტაჟიორებიც არიან, ბევრი მოვა, ძალიან ბევრი კომპანია გვაქვს, დიდი კომპანიაა და ძალიან თვითონ მე ადამიანს ახალგაზრდაა და ბევრი იცნობს, ეს საქართველო პატარაა, ხო? ჩემი ნაცნობი, ხალბატონის ნაცნობი, ხო? მოდიან და უნდათ მუშაობა. ბატონო გელა, რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა GB გრუპი და არა სხვა მსგავსი კომპანია, თუ გვეტყვით ამის შესახებაც? აი უყურე როგორ არის. აი რა არის განსხვავება ჩვენსა და სხვა შორის. აი როცა მე მინდა მიმართო მთლიანად მოსახლეობას. ადამიანს როცა უჭირს, ყველაფერზე მიდის, ხო? კარგი გაგებით. და როცა უჭირს ვიღაცას ურეკავს, აბა ერთი ადვოკატი ვინმე ხო არ აკავს და ერთი მეორეს ისეთ ადვოკატს დააკავშირებენ. კბილები არცეთი არ აქვს. ბოტასი აცვია და ხის ზირზე დგას და 10,000 ლარი უნდა. და მე მინდა მოსახლეობას მივმართო, რომ და ვთხოვო, რომ როცა გჭირდება იურისტი, ადვოკატი გჭირდება, ისეთ ადვოკატურაში უნდა მიხვიდე, სადაც რაღაცა გააჩნიათ, გარანტია. და ამ კომპანიას პატრონი ყავს, ხო? როგორ შეიძლება მე ვეუბნები ქართულად, ხო? ქართველები არიან და ქართულად ბიზნეს თავის წესები აქვს. უნდა იყოს შენობა, ავტომობილი, ჩაცმა და არ უნდა მოატყუო შენი კლიენტი, ხო? კლიენტია ის შენთვის, შენი ბიზნესი ესაა. და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთან უკვე ძალიან ბევრია მოსული, 10 ადამიანი უკვე ჩვენ თვითონ თანამშრომელიც დავამატეთ და ძალიან ბევრია მოსული, ვისაც უნდა ადვოკატი და თუ ადვოკატი გჭირდებათ, აუცილებლად ხალბატონს უნდა დაუკავშირდეთ და ჩვენ უკვე ხვალიდან დავიწყებთ ყველგან ტელეფონის ნომრის დადებას, პრეზენტაციებს და ასე შემდეგ. ხალბატონო თეონა, კითხვით გადმოვალ თქვენთან, რა სიახლეები გაქვთ კომპანიაში? მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. სიახლეები ნამდვილად გაქვთ ჩვენს კომპანიაში, იქიდან გამომდინარე, რომ დავამატეთ თანამშრომლები, როგორც ბატონმა გელამ აღნიშნა. გუნდი არის თავისი პროფესიონალით გამოირჩევა და ბევრი ახალი თანამშრომელი ყავს და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენი გუნდი ჩვენს მომხმარებელს, კლიენტებს მიაწვდის სრულყოფილ იურიდიულ მომსახურებას, როგორც სისხლის სამართლის მიმართულებით, ასევე სამოქალაქო ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩვენ გვაქვს ასევე კორპორატიული დეპარტამენტი, სადაც ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ აქტიურად ამ მიმართულებით. ჩვენს სისხლის სამართლის მიმართულებას და ასევე სამოქალაქო ადმინისტრაციულ მიმართულებას ყავს თავისი ხელმძღვანელები. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, წეგან ბატონმა გელამაც აღნიშნა, რომ ჩვენ, როდესაც საქმე შემოგვდის, მხოლოდ ერთი ადვოკატი და ერთი იურისტი არ არის ჩართული, ჩვენ ვართ მთლიანი გუნდი ჩართული, სტაჟიორიდან დაწყებული, ხელმძღვანელით და დირექტორით დამთავრებული. ამიტომ ჩვენი ყველაზე მთავარი დიდი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, მიზანი არის ის, რომ ჩვენს
მომხმარებელთან გავიდეთ საბოლოო შედეგზე ისე რომ მოხდეს წარმატებით დასრულება, თუმცა რა თქმა უნდა ძალღუნეს არაფერზე არ დავიშურებთ. და აუცილებელი აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როგორც ბატონმა გელამ აღნიშნა, ჩვენ ხვალიდან უკვე აქტიურად დავიწყებთ ჩვენს მიმართულებით მუშაობას და დღესაც უკვე იმ განცხადების შემდეგ ბატონო გელა უკვე რამდენი ადამიანი დაგვიკავშირდა და აქტიურად ითხოვენ ჩვენს დახმარებას და მაქსიმალურს ვაკეთებთ ჩვენი მომხმარებლებისთვის, ასევე აუცილებლად კიდე დავამატებთ ადვოკატებს, იმიტომ რომ რაღაცა საჭიროებაც მოითხოვს უკვე ამ ყველაფერსაც და ვფიქრობ, რომ ჩვენი კომპანია ერთ-ერთი წარმატებული კომპანია იქნება იმ სხვა იურიდიულ კომპანიებთან შედარებით. რა თქმა უნდა. და საომალო გეგმებთან დაკავშირებით რას გვეტყვით? საომალო გეგმები ძალიან ბევრი გვაქვს, ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება გვინდა, თუმცა ბევრ რაღაცას ვერ ვიტყვი, მაგრამ რაც შემიძლია თქვა ამ ეტაპზე და არის ის, რომ ყველა რეგიონში გვეყოლება ჩვენი წარმომადგენელი და პირველი ვიწყებთ გორიდან, ქვემო ქართლზე ყოლება თავის წარმომადგენელი და ყავს უკვე და იქნება ბატონი უტას წარდგენაც ახლო მომავალში. როგორც ბათუმში, ქუთაისში, თელავში ყველგან გვეყოლება ჩვენი წარმომადგენელი, მარნეულშიც კი ბატონო, იმიტომ რომ საჭიროება არის ამის და ყველგან გვექნება ოფისები გახსნილი, ამიტომ სრულიად საქართველოს და არა მარტო ჩვენს ემიგრანტებსაც ნებისმიერი ადგილიდან მოვემსახურებით 24 საათის განმავლობაში ნებისმიერ დროს დაგვჭირდებათ ჩვენი დახმარება, თქვენს გვერდით გვიგულეთ მაქსიმალური ჩართულებით. ვცდილობთ რომ ვიყოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი იურიდიული კომპანია არის, ძალიან ბევრი იურისტი არის. მე რა თქმა უნდა თითოეულ მათგანის მიმართ ქედს ვიხრი და პატივისცემით ვარ, თუმცა როდესაც ამ საქმეში შემოდიხარ ნებისმიერ საქმეში უნდა იყოს საუკეთესო. ამიტომ ჩვენც ვცდილობთ რომ ბაზარზე დავუმკვიდროთ თავი ისე რომ ვიყოთ საუკეთესოები და ამისთვის აუცილებელია პროფესიონალი გუნდი. ის ზურგი რაც ჩვენ გვაქვს ახლა ბატონი გელას მხრიდანაც და პროფესიი ბატონო და რა თქმა უნდა სანდოობა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ჩვენი მომხმარებლის მიმართ. ძალიან კარგი. მე ერთ წუთს დავამატებდი. მე მინდა მიმართო ემიგრანტებს. აი თუ ვინმეს დღეს მე პატივცემ, ვცემ იმ ადამიანებს, ვინც არიან საზღვარგარეთ წასულები. ყველა არის იმიტომ წასული, რომ ოჯახს რაღაცა 2 კაპეკი შეძინოს და ბავშვებს ასწავლონ და მე ძალიან ბევრთან მაქვს კავშირი. მე მინდა უთხრა ემიგრანტებს, თუ არ ვიცი, ბევრი პრობლემები არის. ნებისმიერ დროს ეს იქნება მიწა, ეს იქნება სახლი, ეს იქნება სწავლა. თუ ნებისმიერი რამ, რაც დაგჭირდებათ, ჩათვალეთ, იქნება ყველას მოგემსახურებიან რეალური რა ზღირს იმის ნახევარფაში. ეს არ არის გახსნილი, იმიტომ რომ გელაბარკალაიან ფული იშოვოს. არა, ეს არის გახსნილი, იმიტომ რომ თითო ადამიანს, რომელიც ჩვენ დაუჭირდებით, რაღაცა კუთხით გამოადგეთ. მე ეს ვნახე, რომ ადვოკატების ძალიან დიდი პრობლემაა საქართველოში. ძალიან ბევრი ადვოკატი კარგია, მაგრამ უმრავლესობა ადვოკატებმა ვერ გაამართლეს საქართველოში. რაც შეეხება მიმართავ ყველა პატიმრების მშობლებს. იცოდნენ ერთი რამ, მე ვიცი რა არის ციხე, მე ვიცი რა არის ადვოკატი, მე ვიცი რა არის მათი დაცვა. აქედან გამომდინარე კონსულტაცია მთელ საქართველოს ტერიტორიაზე პატიმრებზე გამოცხადებული იქნება ნომერი, იქნება კონსულტაცია უფასოდ და იცოდეთ ერთი რამ, მშობლებს მინდა უთხრა, მე კიდევ გიმეორებ, ვიცით რა არის ციხე, თქვენ ნიხტით ძალიან დიდ ფულს ადვოკატებში და მე დაძდებთ ამ ადვოკატებს და ხან ტელეფონს არიღებენ და ხან კიდევ ყველაზე დიდი პრობლემა რა არის? შუამავალი ადვოკატები. აი მე პირდაპირ ძალიან მალე აი ამ კვირაში ალბათ განცხადებას გავაკეთებ და სახელმწიფოს ვთხოვ, რომ შუამავალი ადვოკატები არიან, რომლებიც მოსახლეობას ატყუებენ, რომ თითქოს და ადვოკატები არიან, აიღებენ რაღაცა შეკვეთას, ვიღაცას მისცემენ, მერე ტელეფონს გამორთავენ, მეს ყოველდღიურად მესმის. და ზუსტად იმიტომ შეიქმნა ეს კომპანია. მე მინდა ყველა პატიმრის მშობლებს მიუმართო, რომ აგერ ქალბატონთან დაიკავეთ ურთიერთობა და რა თქმა უნდა ეს იმ მიზერულ ფალში იქნება,
როგორიც მე წარმომიდგენია და ყველაფერს გაგიკეთებენ იმისთვის, რომ თქვენი პატიმარი არ იყოს დაჩაგრული. დღევანდელი დღისთვის მე დიდ მადლობას გიხდით. ასევე დიდ მადლობას მოგიხდით თქვენს. ქალბატონი თეონა არის ძალიან კარგი იურისტი, კარგი ადამიანი, ხო არის ახლა ბაბუა ჩემმა იცოდა რომ ერთი ფუთი მარილი უნდა ჭამო ადამიანი გაიცნო. თურმე ესე ყოფილა, მაგრამ ეს არ არის ყველა შემთხვევაში. ადამიანი რომელიც არის ოჯახში გაზრდილი და არის განათლებული, იმას 1 საათში გამოავლენს, ხო? და რაც არ უნდა იყოს, თუ ხარ არ ახარ განათლებული, მაგასაც 1 საათში გამოაშენს და მე მასეთ ადამიანს არავინ არ გააჩერებს. დიდი მადლობა მინდა თქვენ პირადად მობრძანებისთვის, ამ ინტერვიუსთვის გადაგიხადოთ. ეს კომპანია არის შექმნილი ხალხისთვის. ჩვენ ყველა რეგიონში, დიდ რეგიონებში, სადაც ცენტრები გვაქვს, იქნება იურიდიული სამსახური და იქნება ჩვენი საკუთრება არის ეს შენობები, რაც მთავარია და თვითონ გუნდი ქალბატონმა თეონამ ძალიან კარგად ჩამოაყალიბა და ყავს ძალიან კარგი გუნდი. აი პირადად თქვენ რა სიტყოდით, რა შტაბ-შტილება დაგჭათ რომ მოხვედით? რა თქმა უნდა, საუკეთესო ჯერ გარემოზე თუ ვისაუბრებთ, არ ვიცი. ესეთი გარემო ალბათ არ მეგულება, ნამდვილად არ მიწყენს არც ერთი კომპანია. იმდენად და რომ შემოდიხარ იმდენად პოზიტივ სიმშვიდეს და სითბოს და თქვენიდან გამომდინარე იმდენ ისეთ თანადგომას, ადამიანურ მიდგომას ვგრძნობ, რომ არ ვიცი, ეს ძალიან ბევრგან აღვნიშნე და ბევრგან აღვნიშნავ კიდეც, იმიტომ რომ დღესდღეობით თქვენი თქმის არ იყოს, ნამდვილად ძალიან ცოტა არიან ისეთი ადამიანები, რომლებთანაც შეიძლება ნდობა. აი თავარი მაინც ყველა საქმეში არის ნდობა. შეიძლება ბაგაცო მოდიოდე სამსახურს ითხოვდე ამ წითელ ხალიჩაზე გაიარო, გელაბარკალაიასთან სურათი გადაიღო და მერე უცებ გაბლატავდე და იცის ახლა თქვენ შეიძლება არ იცით ახლა ჩვენ დღეს პირველად შევხვდით ერთმანეთს, მაგრამ ყველა მისის ჩემი ხასიათი. მე ადამიანს არ მოვატყუებიებ. იურიდიულ სამსახურში კი არა, რაც გამაჩნია სამსახურები, ხო? ავტომობილის გაყიდვა თუ აკუმულატორია თუ საბურავია, მე ადამიანს არ მოვატყუებიებ. მე ქალბატონს ხოვე რომ გააფრთხილოს ყველა მისი თანამშრომელი, რომ აქ მე ვინმე არ დამირეკოს რომ მომატყუესო. ვინც მოგვატყუა ჩვენ, აი წითელი ხალიჩით შემოვიდა და წითელი ხალიჩით გავუშვით ყველა. მარტო აი ამ სამსახურიდან კი არა, იურიდიული სამსახურიდან. მათე მოტორსიდანაც და ბარკალაიას გრუპიდანაც და მომავალშიც ესე იქნება. თუ მუშაობა გინდა იმუშავე, კაცი არ მოატყუო და ფული იშოვე და სახში წაიღე და შენს ოჯახს მოახმარე, ხო? როგორ შეიძლება ადამიანი მოვატყუოთ? დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის. მადლობა თქვენი და მადლობა ქალბატონ თეონას გისურვებთ ძალიან. თეონა, დიდი მადლობა. თეონაზე მაყურებელ შეუძლია საჭიროების მიხედვით 24 საათიან რეჟიმში დაუკავშირდეთ და თქვენ მოგემსახურებათ გამოცდილი იურისტები. გისურვებთ წარმატებებს. მადლობთ.